კიდევ ერთხელ გამშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია და ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი ვაჟო ოთარაშვილი. ძალიან მოგვანატრეთ თავი, 3 წელი არ ყოფილხართ ჩვენთან ეთერში, ჩემს გადაცემაში. ბატონო ვაჟა, ყოველთვის მქონდა ხოლმე იმედი, რომ აი გავა დრო და რაღაცა აი ეს პრობლემები, ეს გარდამტეხი პრობლემები, საქართველოს არსებობის ყოფნა არ ყოფნის პრობლემები რაღაცა უფრო მოვერევით და უფრო მაგრამ არა, პირიქით ხდება ყველაფერი, აი ერთს ემატება მეორე, მეორეს ემატება მესამე. ამას ვერ ხსნი, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და შენი ხალხი, შენი ერი, როგორ აი ასე რამ გაამწარად ბატონო ვაჟა, ჩვენ მიწებზე ვსაუბრობდით და დღესაც როგორი პრობლემატურია ხო ქართული მიწა. ეხლა დაგვემატა აი გპ-ის ტექნიკურ უნივერსიტეტს რას ერჩიან, რატომ, რას მისცემთ ამას, ამით რას მოიგებენ, ხომ პირიქით ეს ყველაფერი ხო გროვდება და მე ამათვე შემოუტრიალდება ძალიან ცუდად. მაგრამ ნუ ამათი არჩევანი ეს არის. ბატონო ვაჟა, მაინტერესებს. თქვენი აზრი მაინტერესებს. მოგესალმებით. მივესალმები ობიექტივის ტელემაყურებელს. ჩემი მოსვლა სწორედ აი ტკივილმა განაპირობა, რომელიც ჩვენ სამშობლოს ეხება. ანუ შეთქმულებას თავიდანვე უნდა ითქვას, შეთქმულებას ქართველი ერის წინააღმდეგ. აქ შესანიშნავად ისაუბრა ჩემზე წინ გამომსვლელმა ქალბატონმა მანანა ნიკოლაიშვილმა, რომელიც არის ბრწყინვალე ექსპერტი განათლების დარგისა, ჩვენ დიდი ხანია თანამებრძოლები ვართ, ჯერ კიდე ჩემი პარლამენტის წევრობის და შემდგომ პერიოდში, მაგრამ ცით პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ფაქტიურად ბატონის ზვიად გამსახურდიას შემდეგ საქართველოს ყავს ქართველთ მოძულე ხელისუფლებები. შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ივანიშვილის ხელისუფლებები ყველანი არიან ქართველთ მოძულე ხელისუფლებები და თუ ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ, ახსნასაც ადვილად ვიპოვით, იმიტომ რომ ახლა აქ გამოსვლით ცდილობ დაეხსნა, რომ ეს არის ნამდვილად არაოპტიმალური, არამართებული, არაკანონიერი, არაკონსტიტუციური ქვეყნისთვის სასიკეთო არ არის, მომავალი თაობისთვის არ არის, რაღაც სამეცნიერო პედაგოგიური პოტენციალისთვის არ არის. მეცნიერების კლავე ჩვენ უნდა შევხედოთ, რომ თითოეული ეს გასროლა მიმართულია ქართველი ერის წინააღმდეგ. ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, რომ იცი რა მიქანაძისნაირ იდიოტს თავში მოუვიდა რაიმე რაღაცა რეფორმა და დაიწყო, რომ აი ჩვენი სამეცნიერო პედაგოგიური პროფესორ მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის მიქანაძისნაირ იმას აქვია, ცუმბუშას უნდა სიკეთე და ქვეყნის აღორძინება. ეს არის ტყუილი, ეს არის ჩვეულებრივი მარიონეტი ბიძინა ივანიშვილისა, აი უბედურება ეს არის, რომ ჩვენ ესეთი მმართველობა გვაქვს, ფარული მმართველობა, სადაც როგორც ჭადრაკის დაფაზე ის პაიკის როლს ასრულებს, ის პრემიერის როლს ასრულებს, ის მინისტრის როლს ასრულებს, ის პარლამენტარის როლს ასრულებს და ეს ჯარი, ეს მთელი ჯოგი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართველი ერის წინააღმდეგ. აი რატომ ბატონო, აი როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა ისე და შენი ხალხი, აი რატომ მე ამ კითხვას. ამას წინათ გამოქვეყნდა ჩემი ლექსი შესანიშნავი გაზეთი ასავალ-დასავალი სოციალურ ქსელშიც იყო და იწყება ასე: ნაქართველარნი საქართველოს მიწას ყიდიან, ღალატი როა, რა თქმა უნდა, კარგად იციან. ეს ხალხი არიან იუდას ნაბუშრების გზაზე დამდგარი ხალხი. და ამიტომაც მათთვის სამშობლოს გაყიდვა, ერის გაყიდვა ეს გენებში აქვთ გამჯდარი, ცით? როგორ შეიძლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთება და გაუქმება ამ ისტორიული ინჟინერიის ტაძრის, საინჟინრო კულტურის ფლაგმანის საქართველოში გაყიდვა, რომელიც 1922 წლის 16 იანვარს დაარსდა. ეს არის მისი დაბადების დღე და ეს
რა ქვია, გამოშტერებული პაპუაშვილი რო ამბობს, იცით, ჩვენ ვასრულებთ დიდი ივანე ჯავახიშვილის სურვილს და ნატვრას, რომელმაც პაპუაშვილო, სირცხელია პარლამენტის თავმჯდომარე, რო ესეთი თავქარიანი ხარ, წაიკითხე ისტორია. ისტორია წაიკითხე. და რა იყო? დიდმა ივანე ჯავახიშვილმა 1922 წლის 16 იანვარს საზეიმოდ განაცხადა გამოყოფა პოლიტექნიკური ფაკულტეტისა დედა უნივერსიტეტიდან და იქ ჩამოთვალა სპეციალობები, ეს იქნებოდა სამშენებლო, ეს იქნებოდა მექანიკური, ეს იქნებოდა არქიტექტურა და ასე შემდეგ. და პირველი დეკანიც დაინიშნა შესანიშნავი პიროვნება ალექსანდრე დიდებულიძე. ანუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაფუძნების სათავეში თვით დიდი ივანე ჯავახიშვილი იყო და აი რო ლაპარაკობ, მე ბოლშევიკებმა განდევნესო და ისო, ბოლშევიკებმა კი არ განდევნეს, შენნაირმა ფარისეველმა და ერის მოღალატეებმა განდევნეს იმ დედა უნივერსიტეტიდან დიდი ივანე ჯავახიშვილი. აი როგორი ფარისეველი და მოღალატე შენახარ, ზუსტად იმნაირმა ხალხმა განდევნა. ზუსტად იმნაირმა ხალხმა განდევნა დიდი ივანე ჯავახიშვილი. დღეს რო სტალინი ყოფილიყო 24 საათში შენნაირებს დახვერეთდა ნამდვილად. იმიტომ რომ ატყუებთ ხალხს. კიდე ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაბადების დღეა 1922 წლის 16 იანვარი და ზუსტად სადღაც ერთი კვირის წინ ვიზეიმეთ გაიხსნა ძეგლი დიდი ქართველი მეცნიერის და პიროვნების მამულიშვილის გიორგი ნიკოლაძის იქ მობძანდით თქვენ ეგრეთ წოდებულო ბატონო მინისტრო თქვენი ჯოგით და იყო იქ ვაზელინ წასული ქებადიდებები და ის და მიულევცეთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს დიდი გამარჯვება 804 წელი არსებობს და ერთი კვირის თავზე ანუ სხვათა შორის ეს ძველი სტილით და ახალი სტილით 29 იანვარია და გამოაცხადეთ რომ უერთებთ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ამ დროს წარმოიდგინეთ ესე იგი მთელი საქართველოს ზეიმობდა იმ დროინდელი საქართველოს იმ დროინდელი ბოლშევიკური თუნდაც საქართველოს რომ 1922 წლის 16 იანვარს დაფუძნებული საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველი გამოშვება შედგა მე 1928 წლის 28 მაისს საზეიმოდ აღნიშნა მთელმა საქართველომ პირველი ეროვნული ინჟინერიის კადრების მიღება და გამოშვება. და აი ეს გრანდები რომელი ერთი ჩამოთვალო, რომელი აქ მოღვაწეობდნენ ივერი ფრანგიშვილი, ბატონი გოჩა ჩოგოვაძე, ბატონი თეიმურაზ ლოლაძე და არ მინდა ვინმე გამომრჩეს 200-მდე მეცნიერი თუ უფრო მეტი საერთაშორისო დონეზე აღიარებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, იაპონიაშიც, აღარ ვამბობ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის, თქვათ, ვიეტნამი, ალჟირი და სადაც ჩვენი პროფესორ მასწავლებლები წლობის განმავლობაში ლექციებს კითხულობდნენ და კადრებს ზრდიდნენ. და არ აღნიშნო ის, რომ სწორედ გპ-ის აშენებულია დღევანდელი საქართველო, თქვენ გაუნათლებელო პარლამენტარებო და თქვენ ქვეყნის მოღალატეებო. მიმიფურთხებია თქვენი ცოდნისთვის, რომ ამ ცოდნის ტაძარს აუქმებთ და ისე ღებულობთ გადაწყვეტილებას რაღაც ერთ დღეში, ვითომ დიდი ექსპერტები იყოთ განათლების. მე 54 წელია, ჩემი სიცოცხლე დაკავშირებულია გპ-ისთან. აი 72 წელში რო შევედი, ჯერ ერთი ასპირანტურა დავამთავრებ, კითხულობდი ლექციებს, მე მეორე თქვენ ეხლაც კითხულობთ, ხო? რა ფაკულტეტზე და რა საკითხი? ეხლა ვკითხულობ ღვთისმეტყველებას საქართველოს ეკლესიის ისტორიას თეოლოგიის დეპარტამენტში პროფესორი. და აი ესე იგი კიბერნეტიკა ბატონი გოჩა ჩოგოვაძე იყო ჩემი ხელმძღვანელი ბატონი ზაურ ყრუაშვილი, აი ეს ძვირფასი ადამიანები აკადემიკოსები და უძლიერესი კათედრა იყო იმ დროინდელი მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება გამოზარდა და დიდი კავშირები და იუნესკოს თან ურთიერთობები და იუნესკოს კონფერენციებში მონაწილეობის მიღება და სადაც კი არ შეხვდებოდა რაღაც აუტსაიდერები კი არ იყვნენ ჩვენი მეცნიერები, არამედ კორიფეები იყვნენ იმ სამეულში შედიოდნენ მსოფლიო კორიფე მეცნიერების. და იმის მაგივრად რომ ხელი შეუწყოთ ესეთ ცოდნის ტაძარს, თქვენ ფაქტიურად აუქმებთ.
რატო რეალურად არეუბნევით ხალხს რა გაქვთ გეგმაში? თქვენ ხომ შენობები გინდათ რომ გაყიდოთ და მაყუთი ჩაიდოთ ჯიბეში. თქვენ ხო ამ ცოდნის ტაძრების რაღაც ოპტიმიზაცია რომ დაარქვით ამ ხუთგვერდიან ეგრეთ წოდებულ პროექტს, ხო? თქვენ გინდათ რომ 19 უმაღლესი სასწავლებლიდან 17 გააუქმოთ, გაყიდოთ, დატოვოთ 2-2. გაუქმება ემუქრება კონსერვატორია, სამხატვრო აკადემიას, თეატრალური ინსტიტუტს და ასე შემდეგ გპ-ისთან ერთად. ერთი მაინტერესებს ამ თავქარიან მიქანაძეს მინდა შევეკითხო. ის რომ არის მეტროსადგური პოლიტექნიკური ინსტიტუტი, იმას როგორ დაარქვევთ? თუ ორი ამოსასვლელი აქვს, ერთ ამოსასვლელს დაარქვევ გპ-ის და მეორეს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს. აი ამ უბედურებაშია ჩავარდნილი ქვეყანა. აი ამ სისაძაგლეშია ჩავარდნილი ქვეყანა და ესე იგი იმის მაგივრად რომ ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც პედაგოგიურმა სამეცნიერო კოლექტივმა გაუძლო ყველანაირ გაჭირვებას, კუპონობას, უშუქობას, უხელფასობას, ხალხი მე მახსოვს, კაცო. გდანში ცხოვრობდი, მაშინ ფეხით მოვდიოდით, რომ ლექცია ჩაგვეტარებინა. ფეხით მოვდიოდით გდანიდან, ფეხით მოდიოდნენ ავჭალიდან, ფეხით მოდიოდნენ ვარკეთილიდან, ფეხით მოდიოდნენ ვასუბნიდან ლექტორები, გაყინულ აუდიტორიებში და ლექციებს ვატარებდით, არ შეწყვეტილა სასწავლო პროცესი. და უნიკალური ლაბორატორიები, როგორც მიწის ქვეშა, მიწის ზედა და უნიკალური აღმოჩენები, რომელიც სწორედ ამ ლაბორატორიებშია მიღებული. და ამ ყველაფერს ესე იგი აერთიანებთ ვითომ დიდი ოპტიმალური. ერთი დასკვნა ქონდა რაღაცა, რომ წაიბლუთუნა იმ მიქანაძემ, რომ სიღრმისეული ანალიზი, ერთი გამოაქვეყნეთ თქვენი სიღრმისეული ანალიზი. შენ რა სიღრმისეული ანალიზი უნდა გამოაქვეყნო, ბიჭო? შენ რა სიღრმისეული შაშკინის მოადგილეთ ეგდე და ადეიშვილის ციხეების და რეჟიმის დარგში. შენ რა უნდა გააკეთო განათლების სისტემაში ანალიზი? შენ რა იცი განათლების სისტემა რა არის? შენ ცარცის და დაფის სუნი და წაკითხული ლექციის გემო გესმის რა არის? ან ახალი აღმოჩენის სიხარული, ან ახალი გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის? შენ არ გესმის ესენი? და დაანებეთ თავი, ნუ ანგრევთ საქართველოს. ეს არის საქართველოს დანგრევის გეგმა, ნინო. ეს არის იმ შემადგენელი ნაწილი, რასაც მოიცავს არაბების შემოსვლა და არაბებისთვის მიწების მიცემა. 6 სასამართლო მქონდა, რომ რამენაერად ამეცილებინა ჩემ სოფელთან პირდაპირ სოფლის მიმდებარედ არაბული სოფლის მშენებლობა 135 სახლზე, თავისი მთელი ინფრასტრუქტურებით. ასეთები აშენებულია იმაზე, რა ქვია, ბაზალეთზე, ჯუგანში, ტაბახმელას და ასე შემდეგ, ხო? ეხლა კრწანისის ტყეპარკს ჩეხავთ, არა, რომელიც ქალაქის ფილტვებია, ისედაც დაავადებული ხალხი გინდა დაავადოთ, არა? აი ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მე იმიტომ დავიწყე, ნინო, რომ ეს არ არის მარტო განათლების სისტემის, ეროვნული განათლების სისტემის რღვევა. ეს არის ქართული სახელმწიფოს გაუქმებისკენ მიმართული. ნახეთ, თვით პარლამენტის შენობის გაყიდვა უნდათ და გასხვისება და თვითონ სადღაც რაღაცა იმას აიშენებენ კუკიის სასაფლაოზე, აკალდამას და იქ გადავლენ. რატო? ნახეთ, სააკაშვილმა რატო გააკეთა დასავლეთ საქართველოში პარლამენტი 168 მილიონი რო დახარჯა? იმიტომ რომ ადამიანის საპროტესტო ტალღა ძნელად მივიდოდა იქ. ეხლა ამათ იქნებ იალბუზეჯობია გაიკეთოთ ისა, რა ქვია, პარლამენტის შენობა, რომ ვერავინ თამსვლელი დასჭირდება, რომ მოვიდეს თქვენამდე. როგორ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი და ეს პროცესი საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს, მე მოუწოდებ ყველას. იმიტომ რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლება უნდა დავიცვათ. ჩვენ უფლება გვაქვს მივიღოთ სრულყოფილი განათლება. მე როგორც მეცნიერს, როგორც პოეტს, მაქვს უფლება სრულყოფილად ვიმუშაო და ხელი შემეწყოს ხელისუფლებამ. ეს ჩვენ აგირჩიეთ. ხელისუფლების წყარო არის ხალხი და არა ბიძინა. ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი. და
ამას ნუუყურებთ თქვენ ესეთნაირად. და საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. და ღვთისმშობლის წილხვედრი ერია, ქართველი ერი, რომელსაც ამცირებთ, რომელსაც მიწებს უყიდით, რომელსაც ყველანაირ გაჭირვებაში ამყოფებთ, რომელსაც 1000-ნაირი მახინაციები მოძდეთ თავზე, რომელსაც 300-400%-ით გაუძვირეთ წამლები, რომლის პარლამენტარებმაც 16,000 თუ 17,000 დაინიშნეთ ჯამაგირი და ამათ რაღაცა 20 ლარი მოუმატეთ. ის ხალხი ამას არ გაპატიებთ თქვენ. ეს არის შეგნებული პროცესი ქართველი ერის განადგურების, იმიტომ რომ განათლების სისტემის დაანგრევა, ჯერ ისედაც დააკვირდით სკოლის განათლების სისტემა დაანგრიეს, ხო? რომ მომავალ თაობას დაავიწყეს ვისი გორისა. ქვეყანას იაკობ გოგებაშვილი ყავდეს და ვიღაცეების ეს საერთოდ გაუგებარია. ვიღაცეების წიგნებით ასწავლიდეს. ან მეორე კლასიდან რატო ასწავლით ინგლისურ ენას, როცა ქართული ენის გრამატიკა ამოიღეთ. აკაკი შანიძის ამ 8 წლემოსილი მეცნიერის დიდი ნაშრომით, რომელსაც მთელი შეგნებული სიცოცხლე მიუძღვნა. რატო ამოიღეთ? ეს არის შეგნებული სვლები, ქართველთ მოძულე ნაქართველარი, ან გენეტიკურად არა ქართული ხელისუფლებისა. გენეტიკურად არა ქართული ხელისუფლებისა, მე ვაცხადებ. რას გულისხმობთ? თვითონ კარგად იციან, რასაც გულისხმობ. ეხლა რაც შეეხება საზოგადოება როგორ უნდა მოიქცეს? საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს. არა მარტო ტექნიკური თუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თუ სხვა, იმიტომ რომ ეს პროცესი ყველა უმაღლეს სასწავლებელს შეეხება. აბსოლუტურად ყველა უმაღლეს სასწავლებელს, იმიტომ რომ მათ უნდათ შენობები. იმიტომ ამბობ, არ აქვეყნებენ, ჯერ ერთხელ კი წამოწდათ, ხო? უნდა ააშენონ რუსთავთან საუნივერსიტეტო კამპუსები. და ყველა უმაღლეს სასწავლებელი იქ უნდა იყოს ვინირის რუსთავში. ერთი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში დადის ხალხი. ტყუილია ეს ყველაფერი. ეს არის განათლების სისტემის დასანგრევად, რომ მომავალი თაობა წავიდეს საქართველოდან და პროფესორ მასწავლებლების, მეცნიერების 80% დარჩეს უმუშევარი. რატო? საქართველო ითვლება კოლონიურ ქვეყნად. და კოლონიური ქვეყნისთვის არ არის საჭირო მეცნიერ მუშაკები, პროფესორები, დოქტორები, დოქტორანტები, მეცნიერებათა აკადემია, ხელოვანები, წერლები, მხატვრები, არ არის საჭირო. კოლონიალური ქვეყანა ვართ ჩვენ. და ამ კოლონიალური უღლიდან უნდა გამოვიდეს ჩემი დიდი სამშობლო, რუსთაველის, ვეფხის და მოყმის სამშობლო უნდა გამოვიდეს ამ კოლონიალურ უღლიდან და უნდა დაინახოთ, რომ ერთი მომენტი, რომ ფაქტიურად, აი დინამიკაში უნდა განეხილოთ ეს პროცესი, რომ მე შემთხვევით არ ვახსენე, ბატონი ზვიად გამსახურდია. 34 წელია მიდის ქართული სახელმწიფოს და ქართული ერის განადგურება. ჯერ შევარდნაძის პერიოდში ჩვენი ხელით თუ თავისი ხელით დაგვანგრეინეს ფაბრიკა, ქარხნები, საწარმოები, ორგანიზაციები გაგვაზიდინეს, გაზიდეს თურქეთში, ირანში და ასე შემდეგ ჯართად თუ ისე და ეროვნული წარმოება მოშალეს, გაანადგურეს მერე სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, გაანადგურეს ყველაფერი, დაკიდეს იმის, რა ქვია, თურქეთის, ჩინეთის, ინდოეთის ბაზარზე. ეს აყვავებული მართლა ედემის ბაღი ქვეყანა, გეორგია. შემთხვევით კი არ უწოდებდნენ ბერძნები, მადლიანი მიწიდან გამომდინარე ეწოდა ეს სახელი, თორე იქ რა ქვია, იმის საჰარის უდაბნოს ვერ დაარქმევდნენ ამ სახელს. ვერ დაარქმევდნენ, ვერა. ეს იმიტომ რომ საქართველოში ეს მადლიანი მიწაწყალი. მადლიანი მიწაწყალი. შაჰ-აბასმა როცა უნდოდა რომ იქ თავისთან ირანში იქ თუთის ხეები და ვაზი მოეშენებინა, ქართული მიწა მოაჭრეინა, ჩაიტანა იქა და არ გაიხარეს, არ მიიღეს ისეთი მოსავალი, როგორც ეს საქართველოში იყო. საქართველოს მზეს და ზეცას გაუმარჯოს
ლადუასათიანი რო ბძანებს. დღეს ქართული მიწაც გაუბედურებულია. სხვა მიწაწყალია, ღვთიური მიწაწყალია, ღვთისმშობლის წინხვედრისა და ამის მოსპობა უნდათ ამ ვაი ქართველებს, არა ქართველებს და ნაქართველარებს. ვერ ეღირსებით. მე ახლა მინდა აუცილებლად კიდე ერთხელ ვახსენო, რომ საქართველოში არის დაახლოებით სადღაც 500,000 კაცს აქვს დამთავრებული გპ-ი. მე არ ვიცი ახლა ყველა ცოცხალი არა, აი ამ და ყველა უნდა დადგეს ფეხზე. იმიტომ რომ აქ ანგრევენ როგორც დედა უნივერსიტეტს, იოანე ჯავახიშვილის დედა უნივერსიტეტს, ისე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გპ-ის. აქ ორივეს დაანგრევაზეა ლაპარაკი. აქ არ არის შეერთება და რაღაც მექანიზმული შტერული ხმა ანალიზის საფუძველზე მიღებული ოპტიმალური გადაწყვეტილება. საერთაშორისო პრაქტიკაზე და საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობილი ეს გაბუქებული ერთი დადონ ეს დასკვნები. ერთი დადონ და ხო ამბობენ დებატებიო. დემოაშორეთ და ბატები ხართ მართლა რა. რო არ ვიცოდე მართლა თქვენი ბაგაჟი ვინახართ რა. დემოგრაფია ის რო სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას ქართული მიწები ეხა ეს ქართული საუკუნოვანი ინსტიტუტის გაუქმება შეერთება აი ეს ყველაფერი ერთად არაბული მეგაქალაქების მშენებლობა ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია ნახეთ უფალი ქართველ ერს განსაცდელს უვლენს რადგანაც ხალხი ვერ ხვდება რა ხდება კი არ უნდა გაიქცეს საქართველოდან მე ემიგრანტებსაც მივმართავ აქ ჩამოდით შაგრენის ტყავით მცირდება საქართველო და სისხლისგან იცლება და სამშობლო აღარ დაგხვდებათ აქ ანუ ეს პროცესი, რომელსაც ქვია ქართველი ერის განადგურება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოშლის პროცესი, ღიად მიმდინარეობს და უფალმა დაგანახათ ყველას. მეტი რა უნდა გააკეთონ? 30 წლის წინ თქვათ, ბატონი ზვიად გამსახურდია, ბატონი მერაბ კოსტავა წარმოიდგენდა, რომ ფონიჭალიდან დაწყებული რუსთავამდე არაბული ქალაქის მშენებლობა დაიწყებოდა? ან ბათუმი გონიოს ტერიტორიაზე არაბული ქალაქის მშენებლობა დაიწყებოდა? მატატა არის დაკრძალული. მატატა წმინდა მატატას ისაა დაკრძალული? და აი ეს პროცესები წავიდოდა? მე ხო ვარ რეალურად შეჯახებული ამ ძალასთან, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ინვესტიციები. ეს არის სამშობლოს მიწაწყლის გაყიდვა. მე სხვათა შორის ამ დღეებში კი არა, უფრო აი ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურად დავიწყე ნინო კითხვა საქართველოს ისტორიის აი საარქივო ქართლის ცხოვრება ყველაფერი რას ვეძებდი? ვეძებდი რომ თვით მაჰმადიანი მეფეების დროს თუ იყიდებოდა ქართული მიწები ან თუ აძლევდნენ მტერს აი თვით ახლა ბოლო გახმაურებული როსტომხანი ხო ხოსრომისა ხო არ არსებობს იცით არ არსებობს თქვათ ქალვარს ათასობით ქალვარს აძლევდნენ შეიძლება ჰარამხანებისთვის და იანიჩართა არმიისთვის ოქრო ვერცხლს თვალმარგალიც კაიჯიშის ცხენებს არაბულებს თუ იმას ხარებს ხორბალს პროდუქტს მაგრამ არავითარ შემთხვევაში თვით მაჰმადიან მეფეებსაც კი ქართული მიწაწყალი არ მიუციათ არ დაუთმიათ მტრისთვის ამიტომ ბრძანებს დიდი ილია ჭავჭავაძე მამული ენა სარწმუნოება იმიტომ რომ აი ეს საშიშროება გვემუქრება მე ერთი განცხადება მინდა კიდე გავაკეთო მე მინდა მივმართო საქართველოს საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს მოგმართავთ დიდი პატივისცემით როგორც მორწმუნე მრევლის შვილი როგორც თეოლოგიის დოქტორი პროფესორი დიდი ჯოლის კანონის თანახმად თქვენ გევალებათ როდესაც თქვენი მრევლი განსაცდელშია ხმა მოიღოთ რადგანაც ამას გვასწავლის ისტორია ზოგიერთ მომენტს მე გაგახსენებთ
წმინდა სინოდის ძვირფასო წევრებო, დიდი პატივისცემით. სხერტა ტაშისკარის ომი, ტაშისკარას ნახვეტარას ველზე, მთელი ღამე ქართული ჯარი გიორგი სააკაძის მეთაურობით ლოცულობს ბერ-მონაზვნებთან ერთად და ნაზიარები გადის საომრად. იმ ღამეს მართლმორწმუნენი ვიყავთ სულ ღამე თევითა. წმინდა მამები თან გვახდნენ და ასე შემდეგ წერს მიტროპოლიტი იოსებ თბილელი სააკაძე. დიდი სასულიერო მოღვაწე და დიდი პატრიოტი. სხვათა შორის კაცი, რომელიც მკერდით გადაეფარა მეფისკენ და ქართული დროშისკენ გამოსროლი ტყვიას ურჯულოებისა და ესე გარდაიცვალა. ამიტომაც ხმა უნდა ამოიღოს ეკლესიამ ცალკეული მამაოების და ცალკეული ეპისკოპოსების განცხადებები არაფერს არ ნიშნავს. წმინდა სინოდმა საქართველოს ეკლესიამ საპატრიარქომ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია ქართული მიწაწყლის გასხვისებასთან დაკავშირებით, ქართული განათლების კერების მოშლასთან დაკავშირებით. თორე ეს ისეთი ტრის აკლემია, რომელიც თქვენთანაც დაიჩოქებს და თქვენ ეს გევალებათ დიდი ჯულის კანონის თანახმად. კაბა რო გაცვიათ, მარტო ამბიონი და ქადაგება არ არის საკმარისი. და ზოგიერთები ჯიპებზე რო ხარ, ჩემომსხდრები სააკაშვილის ნაჩუქარ ჯიპებზე, იქიდან ჩამოდით და მრევლს უთხარით სიმართლე. აი ეს არის რეალობა. იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ, იმიტომ რომ კიდე ერთ მაგალითს მოვიტან. მარტყოფის ველზე. საეკლესიო ჯარი იბრძვის. საეკლესიო ჯარი მარტყოფის ულევარას ველზე, საიდან მოდის ქართული ლაშქარი? მარტყოფის ულევარას ველზე გარშემო არის 12 ეკლესია სალოცავი. ეს მგლისხევი იქნება, ალისხევი იქნება, ღვთაების მონასტერი იქნება, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი იქნება, მარტყოფის წმინდა გიორგის ტაძარი იქნება თუ სხვა. ზეპირად იცით თქვენ სადასაც ვამბობ. ნაზიარებლები მოდიან მარტყოფის ველზე ჯარები. თავის მოძღვრებთან ერთად და საეკლესიო ჯართან ერთად. ასია მარაბდის ველზეც 4 ეპისკოპოსი იბრძვის. ხარჭაშნელი, რუსთაველი, ალავერდელი და მროველი. და ორი მათგანი იღუპება გმირულად, ორსაც დაჭრდებს გამოიყვანენ იქიდან. იქ იღუპება სხვათა შორის გიორგი სააკაძის ვაჟი დავით სააკაძე 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე, რომელიც საეკლესიო ჯარში ომობს, როგორც ქვათახევის ეკლესიის წინამძღვარი. ბერად იყო უკვე შემდგარი. ამიტომაც ამოიღეთ ხმა, საქართველო იღუპება, ქართველთა ქვეყანა, მართლმადიდებელი ქრისტიანული ქვეყანა. ამ სალოცავებით, ამ ეკლესია მონასტრებით, ამ ისტორიით სავსე ქმედებაა საჭირო. რას გეუბნებათ უფალი იოანეს სახარებაში? თქვენ გასაგონად ვამბობ წმინდა სინოდის წევრების. მე-15 თავი, მე-12, მე-13 პუნქტი. უფროვის ამისა სიყვარული არავის აქვს, ოდეს თავი თვისი დადვას მეგობართა თვისათვის. ანუ პირდაპირ გეუბნებათ ქრისტე, შენი მეგობრისთვის, შენი სამშობლოსთვის, შენი ოჯახისთვის, შენი ახლობლებისთვის, შენი მამულისთვის თავი უნდა დადოო. და ამის მაგალითი თქვენ უნდა აჩვენოთ. ნუ ხართ გაყოჩებულები და ყანდურის როლში ნუ ხართ. აქ არის ქართველი ერის ყოფნა არ ყოფნაზე საუბარი. გესმით რას ნიშნავს? დიდი საგანმანათლებლო კერების დანგრევა საქართველოში? ამდენი ახალგაზრდის უცოდინდად დარჩენას. ამ შენობა ნაგებობების, ისტორიული შენობა ნაგებობების, ვინმეს გინახიათ ზემოდან გპ-ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი? ეს არის შედევრი არქიტექტურისა. გპ-ელების აშენებულია მთელი საქართველოს ხიდები, გვირაბები, რკინიგზა, ენგურგესის კაშხალი, სპორტის სასახლის უნიკალური შენობა, რომელიც ევროპის საუკეთესო შენობების ხუთეულშია შესული. დიახ, გპ-ელების აშენებულებია ეს ყველაფერი. ეს ელექტროსადგურები თუ ეს გზები და ეს მაგისტრალები და ხიდები.
და დღეს დეფიციტი გახდა? არა ბატონებო, უნიჭიერესი ხალხია ქართველი ერი და თქვენ ნუ ამცირებთ, ხელისუფლებას ვეუბნებით. და თქვენ ნუ აჩიავებთ ქართველი ერის შესაძლებლობებს. ეს გამყიდველი პარლამენტარები, ერთი კაცი როგორ არ გამოხედით. იმ 80 კაცში, იმ ჯოგში, რომ სამშობლო გიყვარდეთ და სიმართლე თქვათ, მიაფურთხოთ იმ 16,000 ლარს და სიმართლე თქვათ, რომ თქვენი მამული იყიდება. სადაც თქვენმა მომავალმა უნდა იცხოვროს. და თქვენ გონია ბედნიერები იქნებით? ყორღანაშვილი როგორ ასრულებს სიცოცხლეს უფლის ნებით? ხო ყველასთვის ცნობილია. ხო ყველასთვის ცნობილია ანდუყაფა რამილახვის სიცოცხლის დასასრული. ნარიხალას კონგურებიდან გადმოშვება და ძირამდე სული რო არ დახვა. რომელმაც მოიდომა სვეტიცხოვლის ტაძრის გაძარცვა. თქვენ ქართულ სულიერების ტაძრებს ძარცვავთ. არ თქვენ არ დაგინდობთ უფალი. მე არ მინდა რომ ჩემი სამშობლო ესეთი აწიოკებული იყოს, რასაც თქვენ ახლა აკეთებთ. როდესაც ესეთი არეულობა იყო სხვათა შორის სორბონის უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლების და სტუდენტების გამოსვლის შედეგად საფრანგეთის ეროვნული გმირი შარლ დე გოლი გადადგა. ისე ისტორიას გაიხსენეთ თქვენ. ხოლო როცა ამბობთ რომ იცით რა, რაღაცა დუბლიკატური სპეციალობებია და პარალელური სპეციალობებია და ტექნიკური მასში არ მასაჩუსეტის ცნობილ ინსტიტუტში. ხო, მაღალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ნახეთ ერთი მისი სტრუქტურა, სოციალური და ჰუმანიტარული, სამართლებრივი კუთხით. არის თუ არა ფაკულტეტები? არის. ბერლინის უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტს ვამბობ, არის თუ არა? არის. საფრანგეთისაში არის და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თქვენ რაღაც თქვენი მოგონილი სიღრმისეული ანალიზი გაქვთ. იდიოტური სიღრმისეული ანალიზი, როცა თავში არაფერი გიხრია, ეგრეა სიღრმისეულ ანალიზს ადვილად აკეთებ. ვაჟა, მე მესმის აბსოლუტურად გეთანხმები ხა ამ პათოსში. იმიტომ რომ მართლა ძალიან ძიმე ვითარებაა და ყოველდღე რაღაცა გვემატება და კიდევ უფრო უარესისკენ მივდივარ სამწუხაროდ. მაგრამ ერს უმძიმებენ ცხოვრებას. კი, ძალიან და და მაინც საზოგადოება, ახლა კაბოტონმა მანანამაც თქვა რომ ომის ისე შემეშინდაო რომ მივეციო ქართულ ოცნებას ხმა. ნახეთ მე ახლა ხელისუფლების დამხობის მომხრე ვერა ვარ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საქართველო კიდევ დამარცხდება და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ საზოგადოებამ უნდა თავის თავზე იქისროს, ესე არ არის რა მხოლოდ გადაცემების ყურება, მხოლოდ სხვა რომ აპროტესტებს და შენ რომ სამზარეულოდან უყურებ ყავის ჭიქი. ხო, ნუ ის ხო დიახ, ეს ხო საერთოდ მიუღებელია. რა უნდა ვქნათ, უნდა იყოს სერიოზული პროტესტი, უნდა გავაპროტესტოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი კონსტიტუციური უფლებები უნდა დავუწევთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება, აბსოლუტურად ეს დემონსტრაცია იქნება, მიტინგი იქნება, გამოსვლა იქნება, რომ შენი უფლებები დაიცვა კონსტიტუციური უფლებები და საზოგადოება უნდა ფართო მასები უნდა ჩაერთო. აუცილებლად. მარტო გპლ-ებზე ლაპარაკი არა, თლიანად ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს წინამდე მიმართული ქმედება, კაცო. ეს ხელისუფლება არჩეულია 4 წლით, ნინო. თუ შენ 104 წლის სანჟირო კერას ანგრე 4 წლით არჩეული? და 13 წელია ხელისუფლებაში ხარ, ხო გინდა ასეა. მარადისობისთვის წვეთიც არა. ხო და ხა კანონებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ტროტუარზე რო დაგაკავებენ, იმიტომ რომ ამისი არ უნდა შეგვეშინდეს. მე მესმის, რომ ყველას გვინდა კომფორტი, მაგრამ როცა ყველაფერი ნიადაგი ჩვენ უფსკრულის, აი როგორ გითხრათ, ჩვენ ნიადაგი აღარა გვაქვს, საფუძველი გვეცლება და არ ვიცი, არ შეუშინდებით რა ამ რაღაც იდიოტურ კანონებს ტროტუარზე დაკავების და ასე შემდეგ და იმდენი უნდა ვიყოთ კიდე, რომ ის ვერ მოგვედაონ ხა
ქუჩა რატო გადაკეტეთო? იმიტომ რომ უნდა ვანახოთ ჩვენი ეს პროტესტი, მზად უნდა ვიყოთ. იცი რა, ადრე ომები იყო ვაჟა, ხომ? და ქართველი დედა შულს როგორ ზდიდა, იმეტებდა მარტო სამშობლოსთვის და საქართველოსთვის. დედა მიცოდა, ვაჟი რო შეეძინებოდა, როდესაც, ხომ? ის უნდა გაეზარდათ ისე რომ თავი გაეწირა სამშობლოსთვის და ეხლა აღარ არის ესეთი ომები, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ამ პრობლემების იგივე ომია, ხო, თუ ტყვიას არ გვესვრია. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და არ უნდა შეუშინდეთ არც ამ კანონებს, რომ ის შინაგან საქმეთან არც აპირებენ, ეხლა არის პროტესტი. მოვდივარ და პროტესტია და აპირებენ კი ორშაბათიდან ისევ განახდება, იმიტომ რომ ჩატარდა ჯერ ერთი ჩვენი რექტორი ბატონი დავით გურგენიძე არჩეული რექტორი ეს არ არის ვიღაცის დანიშნული, თუმცა ესენი აცხადებენ, რომ ახლა გამოცხადდა, რომ ვინმე ლევანი ზორია დანიშნეს რაღაცა რექტორობის შემსრულებელი თუ რაღაც საბჭოს თუ რაღაც მსგავსად და ესე იგი ამათ უნდა ჩამოართვანებულები. როგორ კონსტიტუციურად ჩვენ ავირჩიეთ ხო რექტორი, არჩეული რექტორებია ხო? არ ვიცი რა. დიდი საბჭოს მიერ და ყველაფერი ხო არა? ფაკულტეტის სლომები ჩატარდა დეპარტამენტების და ყველა წინააღმდეგია დღეს არ ვიცი 13-14 ასეთი ის ჩატარდა გპ-ში ყველა სტუდენტი პროფესორი მასწავლებელი სხვადასხვა არხზე გამოვიდნენ ეხლა ეს არ ეხება პარტიულობას კიდევ ერთხელ ვაცხადებ მე არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და არც ვაპირებ არც პოლიტიკური მასში არ ვაპირებ მონაწილეობას ბატალიებში მე ვარ მეცნიერი მე ვარ პროფესორი მე ვარ პოეტი მორჩა ეს არის ჩემთვის მადლობა უფალსრო ეს ნიჭი მომცა არა ეს არ არის პოლიტიკური დებატებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა უფლების დაცვა კაცო მე 54 წელია ჩემი ცხოვრება გპ-ისთან არის დაკავშირებული ჩემთვის სათაყვანებელია ეს გპ აი ჩემი ჯგუფელები რო ვიკრიბებით 128 ჯგუფის სტუდენტები ხო გიაბლიაძია გელადევსურაშვილი ზურა ალიხანაშვილი გია შამანაძე ბენო გუდუშაური და ესენი ელგუჯა და აპრესოვი და ეს ხო ისევ ის გპ-ია ჩვენთვის სათაყვანებელი ტაძარი სადაც შევედით ჩვენ და სადაც ჩვენი სიჭაბუკის ცხოვრების საუკეთესო წლები და წუთები გავატარეთ არა უძვირფასესი ლექტორები მახსოვს იქ უდიდესი სიკეთეები მახსოვს იქიდან და შენ ამ კერას რატო ანგრევ კაცო ის ყოფილი გპ-ები რას ამბობენ არა წინამდებები დღეს რამდენიმე კაცი მოვიდა ეგ მე შემხვდნენ და ბევრი ვართ ჩვენ მოსულებიო აღარ მახსოვს გვარი მე დავით ყიფიანის მეზობელი თუ დავით ყიფიანთან ერთად თამაშობდიო ფეხბურთსო და იქ მოვიდა აღშფოთებული კიდევ ვიღაცები შეხვდნენ კიბეებზე ამოდიოდნენ გპ-ელები ვარ ჩვენ და რა არის საჭირო და აქ დავდგებით და რაღაცა ნუ იმიტომ რომ გპ-ი მარტო ის არ იყო რა ქვია უბრალო ამას თავის ტრადიციები აქვს თავისი ისტორია აქვს თავისი სიკეთები აქვს თავისი მოგონებები აქვს შენ ამ ყველაფერს შლი ხლა შენთვის მიქანაძე სნაირი ქლიავისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს რა თქმა უნდა მაგრამ შეურაცხყოფის გარეშე ხო და იცი რა იმისთვის არაფერი იცი რომ არც გულთან ქართლეთ მოძულე ხალხია და იმისთვის ესეთი რაღაცა არა ესე იგი მარტო შენობაა ეს შენობა რომელიც უნდათ რომ ფიქრობენ ესენი რომ გამოყარო რამდენად გაიწვა აბა რა შენობა არ არის ახლა შეიძლებოდა 20 წლის წინ აი თქვენ ახლა ეროვნული მასში კარგად იცნობდის ვიაცაც მერაბსაც ხო იმ დროს ვინმე გაიფიქრებდა რომ რუსთაველის კინოთეატრში ისტორია სადაც ყველა წარმოიდგინა რა დიახციები და იყო წვეტა და ის ხო რომ იქ გაიხსნებოდა ესე იგი გაიხსნებოდა რუსთაველის თან წარმოიდგინე რუსთაველის სახელი და არაბული ფილმით შეცვალა და არაბები შეუშვა. წარმოიდგინე ამას? არ არის ეს ქვეყნის ღალატი? ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ. აი ამას აკეთებენ ეს და ხვალზე რა ნელ-ნელა თქვათ ახლა როგორც მოარული ხმები ამბობენ, აგერ მეორე კორპუსი უნდა გაყიდონ იქ უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსი, აქეთ იმისი მეექვსე კორპუსი და ასე და ესე წაგიჭერენ ხელს და გააუქმებენ და ხო
მე ჩვენ საუნივერსიტეტო კონკურსებს და ქალაქს ვაშენებთ რუსთავში და იქ ყველა დიდი ერთად იქნება ერთ დიდ უნივერსიტეტში ყველა. აი ხა რუსთაველის გამზირი თეატრალური ინსტიტუტის გარეშე წარმოგიდგენიათ. ხო და საქართველოს ქართულ სახელმწიფოს ისტორიას სააკაძის მოედანი გპ-ის გარეშე. ისტორიას ანგრევენ, გესმით ეს არ არის შემთხვევითი. თქვენ არ გეგონოთ, რომ ეს არის ისეთი სვლები, რომელიც აი შემთხვევით უტვინო კაცმა გააკეთა. ეს არის დაგეგმილი, კარგად დაგეგმილი შეთქმულება ქართველი ერის წინამდე. ამიტომ აქედან უნდა შეხედონ და თუ ვიღაცა ქოცების მომხრეები ხართ, ცოტა თვალები გაახილეთ. განა რამდენს უნდა გიხდიდნენ, რომ ვერ ხედავდეთ, რომ სამშობლო გვეღუპება. ეს ერთი და იგივე ძალაა, 34 წელია შევარდნაძის, მერე და ეხლა დღევანდელი ნაცქოცური ბანდა. ეს ერთი და იგივე ძალა, ეგ არ შეცვლილა არაფერი ხალხო. ეს ერთი და იგივე ძალა, ქართველთ მოძულე ძალა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ანგრევს, ქართველ ერს ანადგურებს. აი ამ კუთხით უნდა შეხედოთ. რო გიკვირთ, რატოა ძვირი წამლები, რატო გაქვს პატარა პენსია, რატო ყიდიან მიწებს? იმიტომ რომ ქართველობას ძულთ. აი აქედან გამომდინარე უნდა შეხედოთ და თვალები აგეხილებათ მერე. რას გეუბნება უფალი? ერიდე ცოფიან ძაღლებს, ხო? სახარება გეუბნება. და ესენი არიან ცოფიანი ძაღლები ერისთვის. და სხვანაირად უნდა შეხედო, ის კი არა, ვაიმე, ეს ჩემი ძვირფასი ხელისუფლებაა, რომელიც აი სიკეთეს აკეთებს, რომ ოპტიმიზაცია მიდის განათლების სისტემის. არა, ბატონებო. ამ განათლების სისტემას იმიტომ ანგრევენ, რომ ერი მოსპონ, ერის მომავალი თაობა მოსპონ. იმიტომ დაანგრიეს სკოლის განათლების სისტემა, იმიტომ აყარეს მასწავლებლის ღირსება და პატივი და ბავშვთა უფლებების დაცვაზე ვლაპარაკობთ. მასწავლებლის უფლებას ვინ იცავს? მასწავლებლის უფლებას ვინ იცავს? იმიტომ გააუქმეს პედაგოგიური ინსტიტუტები, თქვათ იგივე გორის, იგივე თელავის, იგივე სულხან-საბა ორბელიანის, მანამდე პუშკინი ერქვა. მე გპ-ის მინდა დაუბრუნდეს, სხვათა შორის ქართველობა ვართ განათლების მოყვარული ხალხი. უჭკვიანესი ერი ვართ ქართველები. თუ ვინმე არსებობს სოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ქართველი ერია, მაგრამ გულუბრყვილოები ვართ და მიმდობები ვართ. სხვათა შორის ამას წერს ირანელი მე ისტორია ისკანდერ მუნშიც. უბრალო სიტყვისაც კი სჯერათ და ადვილად მოატყუებ თუ რამეს დაპირდიო. ისკანდერ მუნში წერს თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც დათარიღებული 1614 წლის. დავასრულებ. გპ-ის დაბადების წელი 1922 წლის 16 იანვარია. მაგრამ მანამდე არსებობს ეგრეთ წოდებული რუსეთის იმპერიის საიმპერატორო ბრძანება, იმპერატორსკი პრიკაზ 1917 წლის ამიერკავკასიაში უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის დაარსების თაობაზე. და რატო? ამიერკავკასია მარტო საქართველო კი არ არის. ამიერკავკასია აზერბაიჯანი, ამიერკავკასია სომხეთი, ამიერკავკასია ჩრდილოეთ კავკასია. მაგრამ იქ რუსეთის იმპერატორმა იცოდა, რომ ყველაზე ინტელექტუალური ერი და განათლების და სწავლის მოყვარული ერი იყვნენ ქართველები და თბილისში და ეს ბრძანება სხვათა შორის ეს ისტორიული დოკუმენტი დიდ პერგამენტზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება. შესასვლელში ჩვენთვის სამაყო დოკუმენტი, რომ საფუძველი ჩაეყარა 1917 წელს, სანამ ის გადატრიალება და რევოლუციები და ეს მოხდებოდა რუსეთში. მისი რა ქვია, მასონების შეკვეთილი ულიანოვი ლენინის მიერ. და აი ეს დოკუმენტი იმას გეუბნება, რომ ქართველი ერის სწავლის, ცოდნის, განათლების მოყვარული ერია. და აი ეს ძალიან კარგად იცოდა ქართველი ერის ისტორიის მამამ, მეისტორიემ, ზოგიერთ იმას, რა ქვია, გაუნათლებელ პარლამენტის თავმჯდომარეს მინდა უთხრა. იურისტობა არ ნიშნავს, რომ ისტორია კარგად იცი, უნდა კარგად წაიკითხოთ ისტორია, როცა ვერ არჩევთ ვერაფერს. რომ ეს რო ვიცოდა დიდმა იოანე ჯავახიშვილმა, სწორედ ამიტომაც პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1922 წლის 16 იანვარს გამოყო ცალკე და შესაბამისად
ეს სპეციალობებიც ეს იქნებოდა სამშენებლო მექანიკური სამთო საქმე თუ ჰიდროტექნიკა თუ ელექტრომექანიკა თუ ასე შემდეგ არქიტექტურა და ეს დააფუძნა და შესანიშნავი დეკანი ალექსანდრე დიდებულიძე იყო და პირველი გამოშვება იყო 1928 წელს, რომელსაც ასევე ზეიმით შეხვდა მთელი იმ დროინდელი საქართველო. ეს იყო ნატვრის ახდენა. ხოლო უნივერსიტეტიდან რო ამბობ ჯავახიშვილი, შენაირმა ფარისევლებმა განდევნეს ჯავახიშვილისნაირი გრანდები უნივერსიტეტიდან, სხვებიც სხვათა შორის. ისე მაგაზე გამახსენდა გიტელსაც ჰქონდა რომ საქართველოს უნდა ყოფილიყო კულტურის ცენტრი იმ შემთხვევაში თუ საბჭოთა კავშირის დამარცხება მეორე მსოფლიო ომის დროს და ეს კულტურის ცენტრი სწორედ საქართველოში უნდა ყოფილიყო ისიც კი მიიჩნევდა რომ ალბათ ეს გრიგოლ რობაქიძეს უნდა უმადლოდეთ ასეთი წარმოდგენა რო ჰქონდა ქართველებზე გრიგოლ რობაქიძე იყო იოსებ სტალინის აგენტი თუ გინდათ სიმართლე დიახ და ისე რომ იოსებ სტალინმა ძალიან კარგად იცოდა თავისი სამშობლო, მისი შესაძლებლობები და შემთხვევითი არ იყო, როდესაც მიუტანეს ვეფხისტყაოსანი რუსულ ენაზე და ჩასწორება გააკეთა რამდენიმე სტროფის და იქ როცა ეწერა პერევოდ გრუზინსკავა პერევოდ შალვა ნუცუბიძე იქ ჩაასწორა პერევოდ გრუზინსკავა აკადემიკა შალვა ნუცუბიძე მე მაგ სხვათა შორის ეს ეგზემპლარი ნანახი ცნობილი ბიბლიოთეკა ის რო იყო აგენტი გურამახალაია და მასაკი კი ბატონო და აგენტი რო იყო გრიგოლ რობაქიძე ამის მასალებიც გამოქვეყნდა სხვათა შორის დიახ ამის მასალებიც გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო მასალები ეს სხვა თემატიკა და აგვაცდენს ამ იმას იმიტომ რომ გრიგოლ რობაქიძე ძალიან კარგად იცნობდა სტალინსაც, სტალინს ძალიან კარგად იცნობდა და გრიგოლ რობაქიძე სხვათა შორის იყო გიორგი სააკაძის ნათესავი, იმიტომ რომ გიორგის ნიკიფორე ირბახი, რომლის შთამომავალი შტოცარი გრიგოლ რობაქიძე, ირუბაქიძეები, ხო? ნიკიფორე ირბახი დედა და გიორგი სააკაძის მეუღლე დები იყვნენ და ნიკიფორე ირბახი არის პაატა სააკაძის ავთანდილ სააკაძის იორამ სააკაძის დავით სააკაძის დეიდაშვილი. არა, კი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მიკითხავ ისევე როგორც მალავე ბევრ რაღაცა საქართველოს ისტორიაში, ისევე როგორც ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზი არის გიორგი სააკაძის შვილი ქალის შტოდან, იმიტომ რომ თეიმურაზ მუხრანბატონი იყო გიორგი სააკაძის სიძე. ხო არა გრიგოლ რობაქიძეზე ყოველთვის მიკვირდა იმიტომ რომ და მიყვარს და ცნობილი წიგნები და ისინი არსებობს მაგრამ უახლესი მასალებია აბსოლუტურად დადასტურებული მასალები ეხა ერთი წუთი დაგვრჩა ბატონო ვაჟა თქვენ მიმართეთ სინოდს ჩვენ ხშირად ვუშვებთ ხოლმე პატრიარქის სიტყვებს რომ ქართული მიწა წყალი არ იყიდება ის მას ვერ გაყიდეს ვერც მეფე ვერც პატრიარქი ვერც ჩინოვნიკი ეს არის ხელშეუხებელი მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ხელშეუხებელი ნამდვილად არ არის ფასესი ადამიანი და მე მინდა აი ვიამბორები პატრიარქს მის სიბრძნეს მე ძალიან მიყვარს პატრიარქი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მაგრამ უძლურებაშია პატრიარქი მაგრამ თავისი მოღვაწეობით მან უდიდესი ეპოქა შექმნა საქართველოში აღორძინა საეკლესიო ცხოვრება აი დღეს არის ანტონ დიდის ხსენების დღე რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ბერმუნაზნულ ცხოვრებას ხო პირველი გავიდა და მე ანტონ მარტყოფელმა საქართველოში გააგზელა გვფარავდეს ანტონ დიდის ძალი და მადლი და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ყველა უმნიშვნელოვანესი მტკივნეული პრობლემის დროს ქართველი ერის გვერდით იდგა ეს იქნებოდა 9 აპრილი ეს იქნებოდა სტადიონზე რაღაცა ეს იქნებოდა გავიხსენოთ ბოლოს ცხინვალის ომი 2008-ში მალმოდებში რომელიც ჩემი თვალით ვნახე იმ ყვითელი ავტობუსების წინ რო დავინახე ესე იგი იგოეთში ვიყავი პატრიარქი ესე იგი ნუ გადავერიე მძღოლის გვერდით სკამზე იჯდა პატრიარქი ასე შევიდა იმაში დაქვია და თავისი მოსასხამი გადააფარა იქ მიცვალებულებს თვალწრემლიანმა ხო ამათ მიბაძეთ სინოდის წევრებს მიმართავ ამ ბრძენ უსაყვარლეს პატრიარქს მიბაძეთ გამბედაობაში სიწმინდეში პატიოსნებაში მამულისათვის ომში
ქართველი ერის მხარში დგომაში ჩვენ კათოლიკოს პატრიარქს ილიამ მეორეს მიბაძეთ. ჩვენ მოგვიწოდა ჩვენმა პატრიარქმა და რომ არ დავუშვათ ის მოწოდება, აი გამახსენა ნინო, ხო? რომელიც იწება ასე რომ არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არც პარლამენტარს, არც მინისტრს არავის. შეასრულეთ ბატონებო. სინოდის წევრებო, თქვენთვის ეს არის კურთხევა მოცემული. ესე იგი თქვენ პატრიარქის კურთხევას არა მხოლოდ სინოდის წევრები, ისევე სასულიერო პირებს ყველას, ვინც სასულიერო პირები ხართ, ბერმონაზონი იქნებით თუ მღვდელია და დიაკვანი, ყველამ უნდა შეასრულოთ კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესის კურთხევა. რომელსაც აი ყველა ტელიარხი რამის აჩვენებს, ხო? და ბატონო ვაჟა ეს უნდა შეასრულოს ხელისუფლებამაც და ჩვენც ეს მოგვიწოდა ისა პატრიარქმა ხო ჩვენ მოგვიწოდა პატრიარქმა და ამიტომ ჩვენ გვაქვს უკვე ასე ვთქვათ სანთელი დანთებული ამ გზაზე პატრიარქისგან და ჩვენ აუცილებლად უნდა დავუცვეთ ჩვენი მიწაწყალი. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა საუბრისთვის. სამწუხაროდ ეს მალე ვერ მოგვარდება ჩვენი აქტიურობა არის აუცილებელი და იმედი მაქვს საზოგადოების ჩართულობა საჭირო და საერთოდ რეფორმა ზემოდან კი არ უნდა მოდიოდეს რაღაცა თავქარიანი მინისტრების იმაში რა მოიაზრება რაღაც სისულელე არამედ რეფორმა უნდა მოდიოდეს სამეცნიერო პედაგოგიური კოლექტივიდან პროფესორ მასწავლებლებიდან რა უჭირთ რომელი მიმართულება უნდა განვითარდეს და აი აქედან ამათ უნდა ეკითხებოდნენ ესენი ატარებენ რაღაცა იმას პარლამენტის ხდომას სადღაც რაღაცა ვითომ ღრმა ანალიზს აკეთებენ და რაღაცა სისულელეს რომელიც ქართველი ერის გასანადგურებლად არის მიმართული ამას დააბრეხებენ და ჩვენ ქართველობა უნდა დავდგეთ ერთად ისევე როგორც მარტყოფის ველზე გიორგი სააკაძემ გააერთიანა ყველა თავისი მოწინააღმდეგე თავადი რადგანაც სხვათა შორის იქაც მიწას ეხებოდა ქართულ მიწას ეხებოდა თუ შაჰის ბეჭედი არ იქნებოდა იქ წარწერით მონა შაჰისა ესა და ეს მიწის ჩამორთმევაზე მიდიოდა ლაპარაკი და ყველა თავადი ციციშვილი ჯავახიშვილი ბარათაშვილი გაერთიანდა ერთად და დაამარცხეს მტერი ესე დაგვამარცხებინოს ჩვენი ყველა ქართველთ მოძულე და ისე ერთადერთი რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს რომ თვითონ გააკეთებს ყველაფერს რომ გავერთიანდეთ და ხმა მოვიღოთ უფალი აკეთებს, უფალი დაანახვებს ერს, რომ აუცილებელია გაერთიანება მტრის წინააღმდეგ. და გვიბიძგებს ამისკენ ჩვენი ხელისუფლება. დიდი მადლობა ბატონო ვაჟა. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებ.